რა ბერკეტებს დაუპირისპირებს ქართული მხარე კრემლის პოლიტიკას. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ქართული მხარე გამოიყენებს ტრიბუნას ევტოს მინისტრთა შეკრებაზე და ნატოს მინისტერიალზე. მუშაობა გაგრძელდება გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევის თაობაზეც. ქეთევან ქარდავა მუშაობს თემაზე, ის მთავრობის წევრებს შეხვდა. ქეთი, როგორი არის შეფასებები? ჯერ დავიწყოთ განცხადებით, რომელიც გაკეთდა ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. ამ თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ორი განცხადება. რა თქმა უნდა, იგეგმება ასე უპასუხა რუსეთში მყოფმა დე-ფაქტო ცხინვალის პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას, როდესაც მას კითხეს, აპირებს თუ არა ცხინვალი გააფორმოს რუსეთთან ანალოგიური ხელშეკრულება მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ჯერჯერობით დოკუმენტის პუნქტები ცნობილი არ არის ცნობილი გამეორდება თუ არა იგივე მუხლები, რაც არის ჩადებული აფხაზეთთან დაკავშირებით. აცხადებენ ცხინვალში, რომ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და დასახელებულია, როგორც შენ უკვე აღნიშნე, იანვრის დასაწყისი ამ ხელშეკრულების გაფორმების თარიღად. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დეტალი, ბიბილოვის გარდა ამ თემაზე ისაუბრა ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსია. ჩოჩიევმა განაცხადა, რომ პოზიცია ცხინვალში ასეთია. საქართველო უარს ამბობს ჟენევის მოლაპარაკებებზე, აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შესაბამისად ცხინვალიდან სთხოვენ რუსეთს, რომ ეს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ იქნას გაფორმებული. ჩვენ ვესაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი ბერკეტი არის საერთაშორისო ზეწოლა და ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ცხინვალიდან, თანაც ვარაუდზე. თუმცა არა გამორჩეულ ნამდვილად განხორციელდეს, ეს იქნება ისეთი უკანონო, მასალა იქნება არქიტექტურა საფუძველი, ისევე იქნება სოფლის აღქმული, როგორც აბსოლუტურად არარსებული რამ დოკუმენტი, როგორც იყო აფხაზეთის მმართველობით. რეაგირება თქო მექანიზმი რა არის? მექანიზმი არის ის უპრეცედენტო, რაც ხდება ჩვენი ხელისუფლების მიერ არ ხდებოდა არასდროს სააკაშვილის დროს. ანუ ყოველ ხელშეკრულებაზე გვაქვს ჩართული მთელი მსოფლიო, რაც არ ყოფილა არასდროს სხვადასხვა. ორი თვეა მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით ყველა ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმის ილუზია რომ თქვა შეიძლება და ერთი მიმართულებით ყოფილიყო მცდელობა და არ ყოფილიყო მეორე მიმართულებით, რა თქმა უნდა, არავის არ ქონია. ჩვენი მცდელობა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გრძელდება მუშაობა, რომ ან არ შედგეს, ან თუ შედგება მისი იმპლემენტაციის პერიოდში მაქსიმალურად უკვე ჩართულები, რომ ესეთი რაღაცას ვთქვა, ანექსიის შემდგომი საფეხურები არ განხორციელდეს. მოსალოდნელი იყო და ასევე განცხადება გააკეთეს მათ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია ექნებოდა. მოსალოდნელი იყო ჩვენი რესურსია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი. ჩვენი საელჩო ჩართულია კონსულტაციები მიდის ადგილზე ნიუ-იორკშიც, გვაქვს ელჩებთან შეხვედრა, სამუშაო პროცესია, იმედი მაქვს მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, ვემზადებით, ყველა სამინისტრო ჩართულია, იმიტომ რომ ამ საკითხის მომზადებას ჭირდება სერიოზული პოლიტიკური და ასევე სამართლებრივი შეფასება. ინსტრუქციები გაგზავნილია საელჩოში, დედაქალაქებში საელჩოები მუშაობენ. პროცედურის გათვალისწინებით ასევე მუშაობა დაწყებულია. ჩვენი მისიის ხელმძღვანელი ნიუ-იორკში კონსულტაციებს ატარებს, ადგილზეც კონსულტაციები ტარდება. დოკუმენტიც გაგზავნილია, ნოტებიც გაგზავნილია და საელჩოებიც მუშაობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პასუხი არ არის თუ როდის შედგება უშიშროების საბჭოს ხდომა საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა იმედი აქვთ, რომ ამ თემაზე აუცილებლად შეიკრიბება უშიშროების საბჭო ნიუ-იორკში. რაც შეეხება პარლამენტარებს, ჩვენ დღეს მათაც მივმართეთ იგივე კითხვით, იყო თუ არა მოსალოდნელი ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალთან მათთვის და ასევე რამდენად საკმარისია ის ძალის ხმება, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას და რამდენად აქტიურად მუშაობს მთავრობა იმისათვის, რომ ზეწოლა მოხდეს რუსეთის ფედერაციაზე. ჩოჩიევში არაფერი შეცვლა, გარდა იმისა, რომ ულუაშები გაიფარცა. დანარჩენი ეს ხელშეკრულებაზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდის და ისეთივე სამართლებრივი ნონსენსი იქნება, როგორც აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც არავინ არ ცნობს. არალეგიტიმურია, სოფლიოს დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ცით და ვფიქრობთ, არ დააყოვნებს იგივე რეაგირება, როგორც აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოყვა. პუტინი უბრალოდ ცდილობს მოასწროს, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მის რეჟიმს, ვთქვათ, სერიოზულ ზიანს მიაყენებს სანქციებითა და იზოლაციით, მოასწროს კიდევ რაღაცეები და დაპყრობილი ტერიტორიების მიერთება გააფორმოს ამა თუ იმ სახით. ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?
სად არის ეს ყბადაღებული გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნები. ან საერთოდ რა ნაბიჯები იდგმება და რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება, რომ ეს არის დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა. ამას ჩვენ ვერ ხედავთ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთოდ არ უნდა შედგეს შეხვედრა პრაღაში გრიგორი კარასინსა და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს შორის. ეს თემა არის აქტუალური მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო, როგორც აბაშიძემ განაცხადა, მწვავე შეხვედრა და სწორედ ეს მძიმე საუბარი იყო იმ დაგეგმილი ხელშეკრულების გამო, იმ ხელშეკრულების განხილვის გამო, რომელიც უკვე გაფორმებულია დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ზურა აბაშიძემ, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეხვედრებში არის პაუზა აღებული. შეხვედრების თვალსაზრისით ჩვენ ეს პაუზა გვაქვს ახლა აღებული. რაც შეეხება თვითონ ამ კომუნიკაციის არხის შენარჩუნებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რაღაცა ფორმით კომუნიკაციის არხი ჩვენ რუსეთთან მქონდეს. ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, არ არსებობს ქვეყანა, გავიმეორებ კიდევ, რომელსაც რაღაცა ფორმით რუსეთთან კომუნიკაციის არხი არ ქონდეს. უკრაინასაც კი, რომელსაც ჩვენზე რთული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, სხვადასხვა ფორმის ურთიერთობა აქვს და სხვათა შორის დიპლომატიური კავშირებიც არ გაუწყვეტია. კონკრეტული პასუხი ზურა აბაშიძეს დღეს არ გაუწია ჟურნალისტებისთვის კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა კარასინი აბაშიძის შეხვედრა, ან რა ფორმატით როგორ იქნება შენარჩუნებული საკომუნიკაციო არხი რუსეთის ფედერაციასთან. სავარაუდოდ ეს შეხვედრა იანვარში არ გაიმართება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ეს ვიცით. საგარეო საქმეთა მინისტრი კი მომავალ კვირას ჩააყენებს საქმის ყურში იმასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საგარეო საქმეთა მინისტრი ბერუჩაშვილი დაესწრება სამშაბათს ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალს ნატოში. იგეგმება მისი შეხვედრა ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან, ხოლო ბრიუსელიდან კი ის გადაინაცვლებს ბაზელში, სადაც დაგეგმილია ეუთოს მინისტერიალი. დიდი მადლობა, ეს იყო ქეთევან ქარდავა, რომელიც მოამბის სტუდიიდან საუბრობდა.